დღესასწაული და ეს გამოიყენეთ მაქსიმალურად და ეს ალბომის დღეების სიხარული მაქსიმალურად შემოვიდეს დღეს სულში სამშველსაც გავიფრთხილეთ თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მერთან დაახლოებულია ეს ხალხი, ვინც აი ამ დღეებში ეზიარება, ხომას ეზიარა, მერე ეზიარა, აი მერთან ახლობლობის და მერთან თვალთან მეგობრობის სიხარულს გრძნობს. უხარია მას და ესეც უნდა იყოს. მართალია და ძალიან კარგია მერთან დაახლოებას უდიდესი სიხარული მოაქვს, უდიდესი გამხდობა, მადლი მაქვს, მაგრამ ამავე დროს თავისი ტკივილები აქვს, თავისი გამწვენდელი ტკივილები აქვს, თავისი ბრძოლები აქვს, თავისი ხახუნის ძალა აქვს ამას სოფელთან, რომლის დინამის წინააღმდეგაც ჩვენ მივცურავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაცხოვნებელია, მაგრამ ავუყოთ, რომ ამ ყველაფერს ბრძოლა, დამარცხება, დაცემა, წამოდგომა, შიში, ხანდახან იმედის დაკარგვა, ზოგჯერ მოყვება ფიქრი იმისა, რომ როგორ განეშორა ღმერთი ჩვენგან და როგორი ცოდვილები ვარ და საერთოდ არაფრის ღირსი არა ვარ და განსაკუთრებით ზიარების იმ მესმის და ეს კარგია რომ ამბობს ადამიანი, რომ არა ვარ ღირსი, არა ვარ მზად და კარგია ეს იმ გაგებით კარგი, რომ იგი უფრო მეტ სტიმულს ღებულობს, ამიტომ რომ უფრო მოემზადოს, უფრო ეცადოს, რომ ღირსი მაინც არავინ არ არის და მზად არ არის, მაგრამ ეცადოს, რომ ვარდიოქროს მის მოუკრეფია ხომ ეს მოწონს გამონათქვამი, რომ მიუხედავად ამ ბრძოლების, მიუხედავად ამ საწინააღმდეგო ძალებისა, რომლებსაც არასოდეს უნდა არ უხარია ამ ძალებს ის, რომ ადამიანი განეხმოთობა და წინ მიდის, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ძალებს, რომლებსაც ეწინააღმდეგება, მიუხედავად ამისა ამ ბრძოლებისა იგი ცდილობს მინიმალური დანაკარგებით, სულ ეხლა იდეალურად ვერ გამოვა ამ ბრძოლებიდან, დაზღვეული არავინ არ ვარ წოდებისგან, მაგრამ აი მინიმალური დანაკარგებით მაინც ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც ექმნება, იმას აუვლის გვერდს და ავლით, ასე ვთქვათ, თავს არ დაიბლოკავს, რაც გადასატანია, გადაიტანს, მოიწმენს და გადახარშავს. გამარჯვებიდან გამარჯვებისკენ თუ არა იყოს, დამარცხებიდან დამარცხებისკენ მიდის, მაგრამ აზრი გამოაქვს და მერე უფრო დიდ გამარჯვებას ღებულობს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს თვითმიზანი გამარჯვება ხო არ არის, გამარჯვება რაღაცა თვითმიზანი და გამარჯვება გამარჯვებისთვის კი არ არის. ცხოვრება მთავარი, შეიძლება დაეცე, მაგრამ ისეთი გაკვეთილი მიიღო და ისეთი აზრი და გამოცდილება გამოიტანა, რომ ის გამარჯვებასაც კი ჯობდეს, თუ სიმბოლურად გააჩნია რა შემთხვევაში, ხო? მაგრამ წამოდგე და გაათმაგებული იმუნიტეტით, გაათმაგებული სულიერი ძალებით და წვენით გააგრძელო გზა. დღევანდელი სახარება ზუსტად სტიმულს გვაძლევს იმისა, რაშიც ჩვენ მოვისუსტებთ ხოლმე, ანუ წმენაში მოვისუსტებთ ხოლმე. სულ მუდამ ძლიერ წვენით მდგომარეობაში არ ვართ, ხანდახან სუსტებთ, იმიტომ რომ ბრძოლებია ადამიანური ბუნება, ადამიანური ფაქტორი თავისას შვება, ამიტომ ადამიანი ისეთი არსება, რომელსაც სულ მადლი ერთ და იგივე მდგომარეობაში არ აქვს. მისგან ჩვენ ბევრ მადლს ვიღებთ, მაგრამ ბევრი მადლის გაედინება. დავხსნათ, ბევრი მადლი შემოდის, მაგრამ გაედინება, ასე ვთქვათ. ვიცით ხოლმე თხოვნა ვედრება, მაგრამ როცა გვეძლევა ხოლმე, რასაც ვევედრებით, მერე იმის მიღების უნარჩვევა აღარ გვაქვს ხოლმე. იმ მომენტში, როცა იღებ, თითქოს იმის უნარჩვევა და კულტურა უნდა კიდე ცალკე რომ ითხოვ რა მადლის მიღების უნარჩვევა კულტურა გქონდეს, რომ შეინარჩუნო ეს მადლი. რასაც ითხოვდა ის მიიღო და იქიდან შეისისხლოცო და სარგებელი და გამოცდილება გამოიტანა. ამას უნდა რწმენა. ამიტომ სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ და ვცდილობ უკვე სათქმელობა, რომ წინ წავიდეთ. როგორც დღევანდელ სახარებაში არის, რწმენა გვაძლევს დღევანდელი სახარება და გვეუბნება, რომ ჯერ იყო ძისა კაცსა მიცემა ხელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯვარცმა და მესამესა დღესა აღდგომა. აი სახარების სიტყვებია. და ზუსტად როდესაც ნახეს ორი ანგელოზი, მათ უთხრეს, რომ იგი აღს გამტრეთით და ეს მტრეთით აღდგომის საიდუმლო ჩვენთვის განცხადდა აი ამ დღესასწაულზე, რომელიც ახლა მიდღესასწაულს. ეს საოცარი საიდუმლო მისტიკური შეგრძნება, ღმერთის აღდგომის შინაგანი ჭეშმარიტების შეგრძნება, სიმართლისა და ჭეშმარიტების შეგრძნება ყველა მორწმუნე ადამიანში სული წყლისა, როგორც ხატება ჩადებულია. თუ რომ ჭეშმარიტების აღქმის შინაგანი უნარჩვევა ადამიანში ხატადებად არის ჩადებული, რომელიც მან განავითაროს. ხატება მოგვეცა, რათა მსგავსება მივახციო. ამიტომ ჩვენი წმენა ნებისმიერ დამტვრობას გადალახავს. ის ცნებების აღსრულებით ადამიანი უფრო მაღალ დონეზე არის, ვიდრე არის და ვიდრე იყო სანამ
იგი კარგად დაიცავდა მათ. ეცდება, შეიძლება იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ აუცილებლად მას ანგელოზი შეეცავა და დაიცავს ყოვლისა და ბოროტისა და მისგან აუცილებლად განეშორება ის ნეგატივი, რომელიც ჩვენ ასე დღეს ამ ხალხს ყველა სამძიმე ცხოვრებაში გვაწუხებს. ხილული და განსაკუთრებით უხილავი. საიდან რა მოტივდება, ის რა მოხდება ცხოვრებაში, ყოველ დღე გადატანაზე რომ არის, ვერ გაიგე. მაგრამ გვეძლევა შანსი სულ იმისა, რომ ამ ბრძოლებზე მაღლად დავკეთ და ნებისმიერ დაბრკოლებას გადავემნოთ ორი ფრთით, წმენისა და იმედის ფრთით, წმენისა და ცოდნის ფრთით ვიყოდით თუნდაც. ხომ? აი ჩვენი სასწაული თივ გამოცხადებული სარწმუნოების წმენითა და ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, ცოდნით, ხომ? ორივე სიბრძნით, სახარებისეული სიბრძნით. აი ამ ორი ფრთით ნებისმიერ რუცკულს და დაბრკოლებას გადაევლება და გადალახავს ადამიანი. წყემსი ჩვენი უფალი ჩვენი იესო ქრისტე წინ გვიძღვის და ეს წყემსი და წინამძღოლი ჩვენი რომელიც არადოსად დაგტოვებს, ის იმედი გვაქვს. თუ კი კეთილგონიერად მოვიქცევით, თუ კი გულწრფელად ვილოცეთ, უფრო მეტად მოვინდომებთ, წმენაში გავძლიერდებით, ცოდნაში გავძლიერდებით, ძალიან დიდი ცოდნა არის სახარებაში და უნდა შესწავლა ამ ყველაფერს კიდევ გამოკვლევა, განმარტება წმინდა მამებისა, იმედი გავძლიერებთ, აუცილებლად დიდი სიყვარულის შემოვა. დიდი სიყვარულის შემოვა, რომელიც გაბჟგინთავს მთლიანად ჩვენ სულ სამშობლოს და სხეულს, როდესაც ღრუბელს, რომელსაც წყალს შეიწვევს, განიჟგინთება და იხსნის ყოვლისა და ბოროტისა. როცა ეზიარები ადამიანი და სიცხესა და ხორცს Ქრისტესას მიიღებ, შეეხება რომ მაგითა შენთან უფრო შენთან გასვეს, ცოტა შენთან დასვავს და გასვეს და უკვე აქ მიწაზე მადლით მდგომარეობის და ზეციური სასუფეველის წინა შეგრძნების ლოცვით მდგომარეობაში ხარ. და დიახას ვიტყოდი რომ შეიძლება სულ წიგნი არ გეჭიროს და არ ლოცულობდე, მაგრამ მადლის მიერ და ლოცვით მდგომარეობაში სულ იყო და უნდა იყო, რატომაც არა. უნდა მოუკლებოდათ ლოცულობდე. ლოცვით მდგომარეობაში იყო. არის ამის ლოცვით მოკლე და ასე შემდეგ. ხო ვიცით, იესოს ლოცვიდან დაწყებული მნიშვნელოვანი კაცობრიობა და ასე შემდეგ. უამრავი სხვა კიდე. და ლოცულობდე, მუდამ მადლობდე ყველაფერს. ყველაფერი გამოცდილებას გარდა, ყველაფერი ტექსტია, ძნელია, მაგრამ ესეც გადასახარშავია, მადლობის გლობალური გზნობა, მადლობდე ყველაფერს. და მერე შვიდი სიხარული, როგორც დიდი ტალღა რაღაც შემოდის, რომლის მიღებისათვისაც ასევე მზად უნდა იყო, მაგრამ წმენა და სარწმუნოება და იმედი ამისათვის გაძლიერებს და გამზადებს, რომ შენ მუდმივი ლოცვით, მუდმივი მადლობით, აი ამ სიხარულს, რომელიც მიზეზი უფალია და მიზეზო გონია ზოგჯერ შემოდის და მას შეეგებოდა შენში მთლიანად როგორც თევზი წყალში ამ სიხარულში გაზავდა და მასში იყო და შეიგზნო შენ თანხმობა უფლისნებასთან, შეიგზნო შენი გლობალური თანხმობა, რომ შენ არ ხარ რაღაცა გამოცალკევებული ქმნილება, შენ ღვთის ქმნილება ხარ და ამ სამყაროს ნაწილი ხარ და შენ უნდა ამ სამყაროსთან უფალთან და ჰარმონიაში იყო უფლისნებასთან. ადამიანები საკუთარ თავთანაც, რატომაც არ ხო, საკუთარ თავთან წოდები სამია უფლის წინაშე, მუპასის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. აი ესე უნდა გაერთი გამხდე ჰარმონიაში უნდა მოხვიდე, შეურიგდე უფალს, გარეშე ყველა ადამიანს გადასახუჯვარი და საკუთარ თავსაც შეურიგდე, ქრისტეს მიერ სიყვარული გიყვარდეს, რომ მუპასი შეიყო როგორც საკუთარი თავი. აი ამაში უნდა იყო და ეს აუცილებლად მოგცემს საოცარი შერიგების, საოცარი გამძლეობის გზნობას და მოგცემს საოცარ გზნობას თუ რა უნდა ღმერთ შენგან ამ ეტაპში შენი ცხოვრების, ამ ძიმე ცხოვრებაში და არა დაგსაცულ, არა ფრაგმენტულად დაინახა შენ თავს, შენი ცხოვრების სრული სურათის შანსი გექნება დაინახოს. საით მიდიხარ, რა ლოკაციაში ხარ და შენი ცხოვრების სრული სურათის, სრული რუქის, სრული ლოკაციის დანახვის უნიკალური საშუალება გეძლევა. შეიზიარებით ლოცვით, როგორც მუდმივი ლოცვით, მუდმივი მადლობით და მუდმივი სიყვარულისა და სიხარულისა და იმედის გზნობით. მადლობთ შეშეს იესო ქრისტეს, ეხლა თქვენ ყოველთა თანა. ამინ.